ამ ვიდეოში დავაგემოვნოთ ყველაზე ცნობილ TikTok სნექებს, შევაფასებთ გემოს მიხედვით და გამოვვალენთ გამარჯვებულს. ამ ვიდეოში გვექნება სუბლიმირებული ხილი, ლაბუბუს ორცხობილა, ანგულუ, გაყინული ხილის შოკოლადები და რაც თავარია დუბაის შოკოლადი. თქო, ზოგიერთი რამ ზამზარეული ვიყიდე, მაგალითად fruit roll-up-ები, მაგრამ ზოგიერთი გავაკეთე ჩემით, ორი ნაბიჯის აპლიკაციიდან გამოძახებული პროდუქტებით. თუ ესეთი ვიდეოები მოგწონთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, მე გამომიწერეთ და დავიწყოთ. ავიდეთ 100,000 გამომწერზე და მე რაც მოხდება გაგაუცეთ. პირველი დავიწყოთ ტანგულუთი, რომელიც გუშინ გავაკეთე და დადნა და გავაკეთე მეორედ დღესაც და ისევ დამინდნა, სანამ ამ ვიდეოს დავიწყებდი. ნელ-ნელა დნება შაქარი და დროზე უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ამ ხილებზე ავაცვი. ნებისმიერი ხილი, რომელიც გაგიხარდებათ, უბრალოდ უნდა იყოს ძალიან მშრალი. შაქარს და წყალს აურევთ ერთმანეთში და დაადნობთ. 2 1-ზე უნდა იყოს, 1 ჭიქა შაქარზე, 9 ჭიქა წყალი. კარგად რომ ადუღდება და შესქელდება მასა, ამოვავლებთ ამ ყველაფერს და ეგრევე ჩაყოფთ ყინულიან წყალში. სულ ეგ არის ჩვენი ტანგულუ. მაგრამ მალევე უნდა შეჭამოთ, იმიტომ რომ მე ესეთი წებოვანი ხდება. ესე გამოიყურება. წეღან ძალიან ხრაშუნობდა და ეხა I'm not sure. ძალიან მიეწება ერთმანეთს. ძალიან მიეწება. საშინელება გახდა. კარგი არა უშავს. მე ხო ვიცი კორეული გემო. კორეაში პროგრამერი იყო. რა ტკბილი ყურძენია. სულ მიშაქრიანდება ხელები. მე ერთო როგორ მიეკრო. მორწყო ძალიან გემრიელია. სხვათა შორის ყურძენიც. ჩვენი ტანგულუ მოვამზადე ორი ნაბიჯიდან გამოძახებული პროდუქტებით და შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეოს სპონსორი არის ორი ნაბიჯი. ორი ნაბიჯს ხოვე, რომ ჩემი გამომწერებისთვის გაიკეთებინა პრომოკოდი და თუ გადმოწერთ ორი ნაბიჯის აპლიკაციას, ან დარეგისტრირდებით საიტზე, შეიძეთ 50 ლარის პროდუქციას. მიიღებთ 10 ლარის ვაუჩერს, თუ ჩაწერთ კოდს ANANOT პატარა ასოებით. ჩემი გაკეთებული არა, მაგრამ ისე თვითონ ტანგულუ approved, იმიტომ რომ გემრიელესია მართლა. შემდეგი გვაქვს შოკოლადში ამოვლებული მარწყვები. აი ესეთი მარწყვებია. მილკას შოკოლადში ამოვალეთ ჩემი ხელით. ესეც უმარტივესად მზადდება. უბრალოდ წყლის აბაზანაზე უნდა დაადნოთ შოკოლადი, ამოურიოთ მარწყვი და მზად არის. 10 წუთი მაცივარში. აი ესეთი ვიდეოები მხვდებოდა სულ TikTok-ზე და თან არა მხოლოდ TikTok-ზე მხვდებოდა ეს ვიდეოები. Facebook-ზე 9 ავეხით მარწყვს 60 და 70 ლარა ტყინია ხალხო გამოვშტერდი. და მე თვითონ გავაკეთე. ძალიან გემრიელია. აუ ეს იცი როგორი რაღაცა. აი შეყვარებულის გულის მოგება თუ გინდათ სამუდამოდ, ეს უნდა გააკეთოთ. ურა გემრიელია. თავცარი, აუ ძალიან გემრიელია. მამაზე გემრიელი. არ ვიცი რა უნდა ვჭამოთ დღეს. ალბათ დუბაის შოკოლადი. შოკოლადიანი მარწყვი 10-დან 10, 100-დან 100. ანუ უნაკლო კბილეულია. Approved. შემდეგი უნდა გავსინჯოთ გაყინული ჟელიბონები. ოღონდ ეს როგორ მზადდება ახლა? აიღებთ ჩვეულებრივ ჟელიბონებს, დაასხამთ რაიმე გამაგრელებელ სოდას, დააყენებთ მთელი ღამე მაცივარში და მეორე დღეს გაყინავთ. და თან ახლა განახოთ ზომაში სხვაობა. აი ეს არის სხვაობა ზომაში. ანუ ფაქტიურად ორჯერ დიდია. ამის დავიწყოთ. არომატი აქვს უბრალოდ და ძალიან უცნაური გემო აქვს. კოკაკოლის გავსინჯოთ. ფაფის გემო ჩაშლილი, გაყინული ფაფის გემო აქვს. აუ მე მეგონა რომ მომეწონებოდა და ძალიან ცუდია. უბრალოდ ეს გავსინჯოთ. აი იცით როგორი გემო აქვს? აუ არა, ყინულს რო რაღაც არომატი გაუკეთო და გაყინო, აი ეგეთი გემო აქვს, ოღონდ თან ფაფისნაირი ტექსტურა. No. ჩვეულებრივი ჟელიბონები, ბევრი უფრო გემრიელი. და გაყინულს როგორი აქვს? ძალიან ცუდია, ძალიან ცუდი. ეს ვის მოაფიქრდა? ამ TikTok ტრენდმა ჩემი მოწონება ვერ დაიმსახურა. ძალიან ბევრი ვიდეო ნახე გაყინულ ხილზე, აი ესეთ რაღაცებზე. აუ რა დეგენერატი ვარ. აი ესეთი ხილი გვაქვს მეგობრებო. ერთი გამიტყდა უკვე ჩამივარდა. ნაყინია. აქ ჩვენ ლიმონი გვაქვს. ესეთი ლიმონი გვაქვს. აუ რა გაყინულია. ძალიან ცივია. და ამას ლიმონის გემო აქვს. არ მხოლოდ ლიმონი, ესეთი ბანანი გვაქვს.
ძალიან ბანანის გემოა. ეს წესიც უნდა ხრაშუნობდეს, მაგრამ მე კაი ხანია მაქვს სახლში მიდევს და სანამ ვიდეოს გადავიღებ ხოლმე ყველაფერი ან ღვება, ან დნება. აი ეს არის ბრენდის სახელი, ვისაც გაინტერესებთ. მე ადგილზე მივედი და ესე შევიძინე. ხილის ფორმის ნაყინები approved. აი ტრენდია და თუ კიდევ უფრო აქტიურად შემოვა საქართველოში, ძალიან გამიყარდება. ამ ვიდეოს იდეა ძალიან დიდი ხანია მაქვს, უბრალოდ community-ში გკითხეთ, რომელი საჭმელები გამესინჯა და რომელი სნეკები გავსინჯო ისინი, რაც ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ხდებოდა TikTok-ზე. და ყველაზე ხშირად ასევე ხდებოდა, რაც ძალიან მარტივია გასაკეთებლად, გაყინული ყურძენი. ხმას მოусმინეთ. ძალიან გაყინული მაქვს. უბრალოდ ღამე დავტოვა საყინულაში და გაიყინა და ყველა სინჯავდა და ხალხს კბილები არ ეყინება, ძალიან მაინტერესებს. მილიონი ვიდეო შემხვდა ამაზე. მჟავია. მე მაქვს ძალიან სენსიტიური კბილები. ძალიან რთული საჭმელია ჩემთვის. ასე მგონია რომ პირდაპირ ყინულს ღეჭავთ. ძალიან მიჭირს მე ამის ჭამა და ჩემთვის საერთოდ არ არის სახალისო სნექი, მაგრამ მესმის რომ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს. თუ გიყვართ და ყნეტთ ხოლმე ყინულს კბილებით, ესეც გაგისწორდებას და ჩემ კბილებს ეს არ შეუძლია. ასე რომ ყინულის ტრენდი არ არის approved. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ თუ იძახებთ ხოლმე სახლში პროდუქტებს, ან მშობლები იძახებენ, ან თქვენ იძახებთ და თქვენ აკეთებთ, გამოიყენეთ ჩემი პრომო-კოდი ANANOTU პატარა ასოებით და 50 ლარზე მეტ შენაძენზე მიიღეთ 10 ლარიან ფასდაკლებას. ერთი თუ ექნება ამ ყველაფერს ვადა. გადავიდეთ ჩვენს crumble cookies-ზე ფაქტიურად, რომელსაც ზემოდან ამ ბატონი ლაბუბუ აზის. აი ამ ლაბუბუს ხან ამ ცხვრებში უშვებიან და ხან სათამაშოებს, ხო და მე ხო სათამაშო მაქვს უკვე, ამიტომ ლაბუბუს cookie-ც უნდა გავსინჯო. ეს ძალიან საყვარელი გოგო აკეთებს ამ შოკოლადებს. თხილებს შეხედეთ ხალხო და შოკოლადებს. ჩვენი ლაბუბუ მივაყოლოთ. გამრავლე შოკოლადია. ჩვენი ლაბუბუს შოკოლადი და crumble cookie approved. კი, ძახით ხოლმე რომ არ გვიყვარს TikTok ტრენდები. აუ ეხლა მოჩი აიტაცეთ, აუ ეხლა დუბაი შოკოლადით რატო წაიღეთ. მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ძალიან გემრიელები არა. ყველა ვიდეოში მოვიწყდება რომ შემიყავა დავიდო. ესეთი ვიდეოები თუ მოგწონთ, გთხოვთ დალაიქეთ ეს ვიდეო, მომეცით სტიმული და 100,000 გამომწერი გავწუროთ. თქვენი აზრით როდის ავალთ 100,000 გამომწერზე? ორ თვეში? რამდენ ვიდეოში ავალთ? 5-6 ვიდეო გჭირდება მაგისთვის? ეხლა მყავს 99,000 გამომწერი. შემდეგი გვაქვს სუბლიმირებული ხილი. აქ მაქვს არა მხოლოდ ხილი, ყველაფერი სუბლიმირებული. შუც კიდევ სუბლიმირებული. შოკოლადებია შიგნით, M&M-სები და ყველაფერს გავსინჯოთ. დაუკავშირდი კომპანია ხრაშუნას. ესეც TikTok-ზე აღმოვაჩინე. მათგან მივიღერა. მიქსი ქვია და არა მხოლოდ ერთი სახეობის არის, არამედ ბევრი სახეობის. მოდი ახლა ესეც გავსინჯოთ. რა მაგარი სუნი აქვს მარწყვებს. ესეთი ჩვენი გამომშალი მარწყვი. ძალიან უცნაურია. ძალიან ხრაშუნაა და მჟავე. დამჟავეა. გამომშრალი M&M-ი ხალხო თუ კიტლსი. გამომშრალი M&M-ი. კიტლსია მე მგონი. აი ფაქტიურად ხრაშუნა არომატიზატორია. ვაუ, ძალიან უცნაურია. ეს არის გამომშრალი შუ. რაღაცა უცნაური. აქ გვაქვს შოკოლადი თუ ნუგა. ვერ ხვდები რა არის. ცარცივი იჭმევა. ნაყინია ნეტა. აი ეს არის ვაშლის ნაჯერი. რა უცნაურია. კივი. ლიმონი ან პორტუხალი. ეს არის ბანანი. ბანანი კაია. ბანანს ეწყობა რომ ბანანია. ესეთი რაღაც არასდროს არ მიჭამია. რაც შეეხება კრანჩუნას, ძალიან საინტერესო იყო, ტექსტურები ძალიან მომეწონა, მაგრამ გამომშრალი ყველაფერი არ მომწონს. ეხლა გამომშრალი აგური არ გამისწორდებოდა, ასე რომ მარწყვი მომეწონა, ხილი მომეწონა, რაღაცები მომეწონა, რაღაცები არ მომეწონა. ასე რომ როგორც ტექსტურა ძალიან მომეწონა, ასე რომ მე approved. საინტერესო ვიდეო გამოგდის ესეთი ვიდეო, მე მგონი არ ქონია არასდროს. საინტერესოა გატესტვა რა არის ტრენდი და რა აიტაცა ხალხმა. შემდეგი გადავიდეთ ამერიკულ ტრენდზე. Fruit roll-up-ებზე, რომელიც ერთ პერიოდით ძალიან ტრენდული იყო. აი ესეთი რაღაცებია. უნდა გახსნა გენაცვალე.
ესეთი რაღაც დაგხვდება. მისობაში ჩემი ახი გამოიწერეთ. Please 100,000 ზევიდეთ. ყლაპივით არის რა, ამერიკული ყლაპია. ესე რომ გავხსნით ფურცელივით, ამაში უნდა ჩავდოთ ჩვენი ორი ნაბიჯიდან გამოძახებული ნაყინი. თუ ორი ნაბიჯიდან არ გამოიძახეთ, ისე არ ითვლება. თავიდან ხო დაინახეთ როგორი ელასტიური იყო. და მე შევახოთ ქლადხინკალებით არა, მაგრამ მე ცივდება, იყინება და ხდება კანფეტი. აი ესეთია და წეგან ხო ელასტიური იყო და ეხა ხმა გესმით? ეს გემო არის სუპერ მარწყვია და ისეთი გემრიელია რავი. თუმცა ნაყინს ესეთი მაიმუნობები არ ხდება. ცოტა ყბილებზე იცის მეყინვა. კევია რა. ტოფიტა. ტოფიტას გავს. აი ბოლოში ყბილებში გეწებება ტოფიტა, აი ეგრეა. Fruit roll-up-ები approved, მაგრამ თუ გასინჯული არა გაქვთ, ტოფიტას მიეყოლეს ნაყინი და დაახლოებით ეგეთი გემო ექნება. შემდეგი ტრენდი გვაქვს გაყინული თაფლი, რომელიც მე მთელი ღამე გავყინე. მე მივხვდი რომ ძალიან გაიყინა, გამოვდგი და ეხლა ალღვა. ზუსტად არ ვიცი რა დაგხვდება. ნახოს რამდენი თაფლი გავაფუჭე ამ ტრენდისთვის. Wow! თაფლი არა, რომელი თაფლია? თუ არ გაყინავთ, ბევრსაც არაფერს გამოაკლდებით და მინიმუმ უგემრიელეს თაფლს არ გააფუჭებთ. ქართველებს არ გვჭირდება გაყინული თაფლის ტრენდი რა, ქართველებს გვაქვს ფიჭა. უფრო მაგარი ტრენდი კიდე. სპეციალურად ესეთი სულელური ტრენდებისთვის გვაქვს всё. თუ გინდათ რომ კიდე მე გავტესტო ეს სულელური ტრენდები და თქვენამდე მხოლოდ კარგი ტრენდები მოვიტანონ, რაც მართლა ღირს რო გააკეთოთ, ეს ვიდეო დაალაგეთ, მე გამომიწერეთ, შემიყვარეთ და თავზე ხელი გადამისვით. რაღაც შეეხება ჩვენი ვიდეოს სპონსორს არის ორი ნაბიჯი. აპლიკაცია გადამოიწერეთ. და სანამ სხვაგან რაღაცებს ყიდვას დააპირებთ, შეამოწმეთ ორ ნაბიჯი ხო არ არის უფრო იაფას. ხედავთ? ფული უნდა დაზოგო ჭკვიანურად. ამ ვიდეოს გმირზე გადავიდეთ, რომელიც არის დუბაის შოკოლადი. სხვათა შორის მეგობრებო, დუბაის შოკოლადის ტრენდი ჩემი წამოწყებულია საქართველოში, ერთ-ერთი კრეატორი ვიყავი, ვინც დაიწყო დუბაის შოკოლადის გასინჯვა, გაკეთება და სახელმწიფოში შეზელვა. იმსახურებს ეს ტრენდი ესეთ პოპულარობას რა, რასიზამ ძალიან გემრიელია. თუმცა, სულ სხვა არის ახლა მე რო ვაკეთებ სახლში და სხვა არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული შოკოლატერია რო აკეთებს ამ შოკოლადს ნამდვილი ფისტის კრემით და არა, რა ვიცი, არომატიზატორებით. ასე რომ შოკოლადს შევჭამთ ახლა და გავარკვევთ ღირს თუ არა ნამდვილად 37 ლარის გადახდა აი ამ პატარა შოკოლადში, რომელიც არის 190 გრამი. ნუ შეფუთვა ისეთი არა. კაი სქელი შოკოლადი კია ჩვენში რო დარჩეს. ძალიან მინდა რომ ძალიან გემრიელი იყოს. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ჩემი გაკეთებული ძალიანაც არ განსხვავდება ამ შოკოლადისგან. რასაც არ ველოდი. მეგონა რომ განსხვავებული გემო ექნებოდა ამას. თვითონ დუბაის შოკოლადი როგორც მოვლენა არის ჩემი აზრით ძალიან მაგარი გამოგონება. ხო არავის გაგიკვირდას რომ approved არის, რა თქმა უნდა. ამ ვიდეოს გამარჯვებული არის შოკოლადში ამონებული მარწყობი, რომელიც არის all time classic და ძალიან უნდა მოინდომოს რაიმე დესერტმა, რომ მაგას აჯობოს. ასე რომ თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, მარწყვის ემოჯი დამიწერე კომენტარებში.